მაუწყებელი. თიქის სახლი არის ეკოტურისტული ობიექტი, რომელიც მდებარეობს დუშეთის რაიონის სოფელ ოძიში. სოფელი ოძისი არის de facto საზღვრისპირა სოფელი 2008 წლიდან. და შესაბამისად ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როდესაც ხაზს უსვამთ ომის თემატიკას და ოკუპირებული ტერიტორიის მნიშვნელობას ჩვენთვის, რომელიც არის ახალგორის მუნიციპალიტეტი, საიდანაც ასევე არის ჩვენი ოჯახის ყველაზე მთავარი პიროვნება, რომელიც ქმნის თიგის სახლს, დედაჩემი და შესაბამისად თიგის სახლის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო სწორედ ქსნის ხეობის და ამ ოკუპირებული ტერიტორიის პოპულარიზაცია, წინწამოწევა და საზოგადოებისთვის უფრო ფართო მასებისთვის გაცნობა. რაც შეეხება თიგის სახლის ისტორიას, თიგის სახლი დაფუძნდა 2020 წლის თებერვალში დაიწყო საქმიანობა. თავდაპირველად ჩვენი საქმიანობა იყო მხოლოდ მცენარეული ჩაის წარმოება. სამი სახეობის მცენარეული ჩაი და ყოველს მცენარე მოიპოვებოდა ჩვენ სოფელში და არის ძირითადად ველური მცენარეები, თუმცა ძალიან სწრაფად დაიწყო პანდემია, ამიტომ რადგან მქონდა ადგილზე მიტანის სერვისი, მოგვიწია დროებით შეგვეჩერებინა საქმიანობა და თუმცა იმდენად აქტიურად მუშაობდა ჩვენი Facebook და Instagram გვერდები, რომ გადავწყვეტეთ, რომ აქტიურად გაგვეგრძელებინა ამ მიმართულებით მუშაობა და მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია სხვადასხვა საკითხების შესახებ. ამ შემთხვევაში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ სოფლიდან იქნებოდა ეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, თუნდაც მცენარეების მოგროვება თუ ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი აქტიურობა წამოვიდა საზოგადოების მხრიდან, დაინტერესდნენ და ბევრმა მათგანმა გამოთქვა ასევე სურვილი, რომ ადგილზე მოსულიყო და ენახა ეს პროცესები, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებდით ჩვენი კონტენტის საშუალებით სოციალურ მედიაში და სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ თიგის სახლის გაიგრძელებინა საქმიანობა როგორც მომსახურების ობიექტს და 2022 წელს უკვე შევძელით, რომ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის დახმარებით მოგვეპოვებინა გრანტები და ამ გრანტების საშუალებით პირველი გრანტი იყო ესტონეთის საელჩოს გრანტი, რომელიც იყო ომით დაზარალებული ქალების ხელშეწყობის მიზნით გაცემული და რადგან ჩვენ ვართ, როგორც ვახსენეთ, de facto საზღვრისპირა მოვიპოვეთ აღნიშნული გრანტი და გავაკეთეთ სარეალიზაციო სივრცე, სადაც შესაძლებელია ჩვენი პროდუქტების დეგუსტაცია, რეალიზაცია და ამას უკვე შემდგომ მოყვა საქართველოს ეკონომიკის და თურმე განვითარების სამინისტროს პროგრამა აწარმოა საქართველოს, სადაც ასევე გავიმარჯვეთ და უკვე შევძელით, რომ სხვადასხვა ინვენტარი და აღჭურვილობა შეგვეძინა და განგვევითარებინა უკვე აქტივობები, ანუ ამჟამად მას ვიძღობ ტურისტებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურისტებს და ვუზიარებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ შორის ტრადიციულ დღესასწაულების აღნიშვნის ფორმას, ვატარებთ ასევე მასტერკლასებს ტრადიციული სამზარეულოსი და როგორც დასაწყისში ვახსენე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ ვიმყოფებით de facto საზღვრისპირას და ხაზს უსვამთ ყოველთვის ჩვენ მომხმარებლებს შევახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არის საქართველოს ნაწილი და ასევე ვუყვებით ჩვენს მიერ გამოვლილ ამ ტრაგედიას, რომელიც გადავიტანეთ 2008 წელს აგვისტოს ომის ფარგლებში, რადგან ზუსტად 2008 წელს აგვისტოს ომის დროს არა მხოლოდ დაუკარგა დედაჩემის სამშობლო, არამედ უშუალოდ ჩემს სოფელშიც იყვნენ ერთი კვირის განმავლობაში რუსები და ჩვენ მოგვიწია, რომ გავქცეულიყავით სახლიდან, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, ასევე იმ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ თურმე მშობლებს არ შეუძლიათ ყველაფრისგან დაგვიცვან ჩვენ შვილები, იმიტომ რომ მოვისმინე საუბარი, როდესაც მამა ეუბნებოდა დედას, რომ აი ბომბსად უნდა გაიქცე და როგორ შეიძლება რომ დავეცვით მე და ჩემი უფროსი ძმა და მაშინ სამწუხაროდ აი რა უცებ გარდავიქმენი ბავშვიდან ალბათ დიდ ადამიანად, რომელმაც რაღაცეები სხვანაირად გაიაზრა და აღმოაჩინა, რომ თურმე მშობლებს არ შეუძლიათ რომ ყველაფრისგან დაიცვან და მოკლედ ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ ეს ისტორია გავუზიაროთ ჩვენს მომხმარებლებს და ასევე ვფიქრობთ, რომ მხარს უჭერთ უკრაინას და გმობთ კიდევ ერთხელ რუსეთის ქმედებებს.